თუმცა ნახეთ როგორი არა მეგობრული გარემო დაგახვედრათ იქ ოცნებამ და ყველა ბრუნვაში ატრიალეს რომ გახარია მოღალატეა. აი ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ასე ვთქვათ დასახული მიზნის რომ გამოვიყენოს პარლამენტი როგორც ბრძოლის ველი განხორციელდა იქიდან ისმოდეს თქვენი ამომრჩევლის ან ზოგადად ოპოზიციურად განწყობილი ხალხის ხმა. ამ მიზნის მიღწევა და განხორციელება როგორ წარმოგიდგენიათ ამ გარემოში? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, სწორად აღნიშნეთ, მიუხედავად იმ გარემოსი, რომელიც იყო პარლამენტში, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი და ის რომ საქართველოს მოსახლეობა მიესალმება იმას, რომ საქართველოს პარლამენტში დაბრუნდა განსხვავებული აზრი და საქართველოს პარლამენტი აღარ იქნება ოცნების რიგითი ოფისი, რომელშიც ისინი უბრალოდ კომფორტში იყვნენ აქამდე, შესაბამისად გარისმოდა განსხვავებული აზრი, არისმოდა ის ყველაფერი, რაც უარყოფდა იმ მოცემულობას, რომელსაც ოცნება ამკვიდრებს და კიდევ უფრო მეტად და სხვადასხვა პროპაგანდისტული მედიის საშუალებითაც შემდეგ უკვე აძლიერებს აი ამ თავის მუშაობის ეფექტს, ასე ვთქვათ, ჩვენს მოსახლეობაში. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს სოციალური მედიის მეშვეობითაც გამოჩნდა, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო ჩვენს მიმართ. ხო, მინდოდა მეკითხა, რა იყო თქვენ ინდიკატორი თქვენთვის, რომ საზოგადოება მიესალმება, გარკვეული ნაწილი მაინც მიესალმება, იმიტომ რომ ინტერესი იყო ძალიან დიდი. როგორი კრიტიკა მოდის, რომ თქვენ ფაქტობრივად პოლიტიკური ხარაკირი კრიტიკა არის, თქვენი რა თქმა უნდა, კრიტიკა არის, თუმცა ჩვენი ოპონენტების მხრიდან. რა თქმა უნდა, ოპონენტების მხრიდან იქნება, იმიტომ რომ ჩვენს ოპონენტებში არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ეს ყველაფერი ამ დონემდე მიიყვანეს. კიდევ ერთხელ განმეორდები და ჩვენ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით, ის რომ ბოიკოტი იყო შეცდომა, პარლამენტის ბოიკოტირება, რომელმაც შემდეგ 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირებამდე მიგვიყვანა და მშვიდობიანი დამხობა ეს იყო უკვე დანაშაულებრივი ქმედება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ. შესაბამისად იზიარებდით ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მაშინ გამოდის რომ ეს ბოლო 1 წელი თქვენც უპასუხისმგებლოდ იქცეოდით. ჩვენ თავარი განსხვავება ჩვენს პოლიტიკურ ძალასა და სხვა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს შორის არის ის, რომ ჩვენ არასოდეს არ გვაქვს პრობლემა იმასთან, რომ ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, შესაბამისად ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოსახლეობა იმაში, რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და ამ ბოიკოტმა უკვე საბოლოო ჯამში აი ეს რადიკალიზაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად მომატებული არის ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მთავარი პრობლემა. აი განსხვავებული აზრი რომ ისმის, ეს ახლა ჩანს კიდეც, ხომ? ანუ შეუიარაღებელი თვალით, მაგრამ ამაზე მეტის გაკეთებას გაძლევთ დღევანდელი, ასე ვთქვათ, პარლამენტში არსებული ძალთა გადანაწილება? რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად არ ვართ ჩართულები, ჩვენ გვექნება საკომიტეტო მუშაობის საშუალება, ჩვენ გვექნება სხვადასხვა ფორმატებში მუშაობის საშუალება. ჩვენ ყველა ბერკეტს, ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ საქართველოს პარლამენტში იმისთვის, რომ ვთქვათ ჩვენი სათქმელი, გავაგონოთ ჩვენი სათქმელი ოცნებას, იმიტომ რომ დიახ, ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პარლამენტში და ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა, ჩვენ ამას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ის განსხვავებული აზრი და განსხვავებული სათქმელი, რომელიც დაბრუნდა საქართველოს პარლამენტში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გენელი, რომელიც პოლიტიკას დააბრუნებს პოლიტიკაში, გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და რა თქმა უნდა, ის ყველაფერი, რაც ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებდა ქართულ ოცნებას. ის რომ და თქვენი ყოფნა დაასუსტებს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ აი მაგალითად თქვენ არა მხოლოდ განსხვავებული აზრის გამოთქმის ბერკეტი გეძლევათ პარლამენტში, არამედ თუნდაც ქართული ოცნების, არ ვიცი, თუ ცალკეული მათი პოლიტიკოსების, ჩინოსნების მხილების შესაძლებლობა. ვიცით, რომ დაახლოებით 2 კვირაში პრემიერს მოусმენს პარლამენტი ინტერპელაციის წესით. უკვე ხართ ჩამოყალიბებული, რა შეკითხვები გექნებათ ირაკლი კობახიძესთან?
რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით, ჩვენ დღესაც გვქონდა ინტერპელაციის ერთ-ერთი. ამაზე მოგვიანებით გადავა, მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ვემზადებით, გვექნება, რა თქმა უნდა, ძალიან მწვავე შეკითხვები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მე კონკრეტულად გუშინ ჩემს სიტყვაში ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს პროტესტი და ვინც ამ პროტესტს არ აღიარებს, უბრალოდ თავს იტყუებს, იმიტომ რომ პროტესტი არსებობს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობასთან, ხალხის მდგომარეობასთან, ის რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში 200,000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ჩვენი ქვეყანა. ეს საკითხები, ყველა საკითხი აწუხებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ვალდებულები ვართ. დავსვათ ის შეკითხვები, რომლებიც აწუხებთ და რომლებიც აინტერესებს ჩვენს მოსახლეობას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, იქნება კრიტიკული შეკითხვები, რა თქმა უნდა, ის შეკითხვები იქნება, რომელიც სრულად ასახავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებს. ძირითადი აქცენტი თქვენი მხრიდან, კობახიძის მისამართით, მაინც არსებულ შექმნილ ვითარებაზე და პოლიტიკურ პროტესტზე იქნება? ძირითადი იქნება, რა თქმა უნდა, კორუფციაზე, რომელიც ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ოცნების მხრიდან ბოლო დროის განვითარებული მოვლენები, იმიტომ რომ დღესაც ინტერპელაციის შარაშიძემ თქვა თქვენი პარტიიდან მას მიმართა და უთხრა რომ თქვენი საუბრიდან გამომდინარე თქვენ ფაქტობრივად კორუმპირებული სამინისტრო ჩაიბარეთ და დღესაც გამოჩნდა ბატონი სოხაძის სიტყვაში ძალიან ასეთი ხანგრძლივი ინფორმაციული მოხსენება ქონდა მას და აქაც გამოჩნდა ფაქტიურად იმის დადასტურება, რომ დიახ, ეს უწყება იყო კორუმპირებული, აქ უამრავი ნაკლოვანება გამოიკვეთა, როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით, ასევე შესრულებული სამუშაოს დროსთან დაკავშირებით, ანუ ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით გამოჩნდა და დადასტურდა ის, რომ არის სისტემური კორუფცია ქვეყანაში, გარდა იმ დაჭერებისა და გარდა იმ მდგომარეობისა, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, ის რომ ოცნება აღიარებს იმას, რომ ყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემური კორუფციით იყვნენ დაკავებულები, ძარცვავდნენ ჩვენს ქვეყანას, ძარცვავდნენ ჩვენს ხალხს და აი ამ ყველაფრის და ამ უსამართლობის გასაპროტესტებლად გამოსული ადამიანებისთვის კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ამ დრაკონული კანონებით ახლა უკვე ასამართლებენ უბრალო ქუჩაში გამოსვლისთვის და პირბადისთვის ადამიანებს აკავებენ, უწერენ 5,000 ლარიან ჯარიმებს, რომელიც კიდევ უფრო უარეს დღეში აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც დადგა ოცნების პირობებში. ამაზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, არგუმენტები ექნება და შესაძლებელია ბრალდებებიც ირაკლი კობახიძის თქვენი და თქვენი პარტიის ლიდერის მისამართით. ამისთვისაც ხართ მზად? რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი სახის საუბრისთვის. ის მიიჩნევს, რომ თქვენი პარტია არის უცხოეთიდან მართული და სწორედ უცხოეთიდან წამოსული დირექტივებით იხებთ თქვენ გადაწყვეტილებას. ახლა თქვენს უცხოელ მმართველებს აწყობთ, რომ თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და შეხვედით პარლამენტში. მანამდე აწყობდათ, რომ ბოიკოტი ყოფილიყავით და იყავით. ჩვენ ძალიან ბევრჯერ დავადასტურეთ ის, რომ ჩვენთვის არ არის არანაირი წინაღობა და არანაირი პრობლემა და ჩვენ არ ვიმართებით რაღაც უცხოელი პატრონებისგან, როგორც ასე ვთქვათ, ოცნების ლიდერები საუბრობენ ამაზე. ძალიან ბევრჯერ დავადასტურეთ, რომ დიახ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები, იმიტომ რომ რიგ საკითხებში ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვთქვით გავატარეთ ის გზა და ის პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი კი ბატონო, თქვენ თავადაც ახსენეთ, რომ კი იცით, რომ თქვენს გადაწყვეტილებას შესულიყავით, შეგეწყვეტათ ბოიკოტი და შესულიყავით პარლამენტში, კრიტიკა მოყვა სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან. თუმცა რატომ მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მხრიდან თქვენი ყოფილი თანაგუნდელებიც კი ამაში გარკვეულ
პირად პარტიულ ინტერესს ხედავენ. აი მაგალითად თეონა აკუბარდია გამოთქვამდა ჩემთან ეთერში ვარაუდს, რომ შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა შეთანხმების ნაწილი, რომელიც კავშირშია იმ შედეგთან, რომელიც გუშინ დადასტურდა, რომ თქვენ არ შეგიყვანეს გასაუქმებელ პარტიათა სიაში, მაშინ როდესაც ყველა არჩევნებში ბარიერ გადალახული კოალიცია მოხდა აი ამ ქართული ოცნების სარჩელში, რომელთაც ისინი მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. აი რით შეგიძლიათ, არ ვიცი, დაუმტკიცოთ, თავი იმართლოთ, დაარწმუნოთ მათ შორის თქვენი ყოფილი თანაგუნდელები, რომ თქვენ არ გაგიცვლიათ პარლამენტში შესვლა რაღაცა პოლიტიკური გადარჩენის თუ პარტიული გადარჩენის წილ. ჩვენი პოლიტიკური ძალა განსხვავდება ბევრი ძალისგან იმითი, რომ ჩვენ არასოდეს არ ვებრძვით განსხვავებულ აზრს ჩვენს რიგებში და ჩვენი დადებითი მხარეც სწორედ ის არის, რომ ბევრი ადამიანი განსხვავებული აზრებით ერთიანდება ჩვენს პოლიტიკურ ძალაში, შესაბამისად ყველა ჩვენს პარტიის წევრს და ყოფილ წევრს აქვს თავისი აზრი, რა თქმა უნდა, თუმცა რაც შეეხება იმ არგუმენტებს სარჩელში ვიყავით თუ არა მოაზრებულები, ან რატომ მოხდა და უშოთ რომ არ ვართ, ეს ალბათ ოცნებას უნდა დაუცვათ. თუმცა თქვენს გაქვთ გარკვეული ვერსიები. ერთ-ერთი ვერსიით მაგალითად ცდილობენ, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად დაგაპირისპირონ სხვა პარტიებს, ხომ? თქვენი ზიარეთ ამ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ ძალიან ბევრ ვერსიაზე, იმიტომ რომ დღეს ოცნების რეჟიმი არის არაპროგნოზირებადი და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ნაბიჯებს დგამენ ისინი. შესაბამისად, რატომ არ ვართ ამ სარჩელში, ეს ალბათ ოცნებას უნდა დაუსვათ, ჩვენ ეს შეკითხვა, იქიდან გამომდინარე, ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, დიახ, ის არგუმენტები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ გუშინ, იმიტომ რომ თქვენ შეხვედით პარლამენტში და აღარ ხართ თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკოსები რაც იტყვიან. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მათთვის სასარგებლო ალბათ იქნებოდა ეს, შესაბამისად, მაშინ იგივე ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სრულიად აბსურდული, რატომ მოხდა ლელო ძლიერი საქართველო ამ სარჩელში ვერ ვხვდებით, ანუ ეს არგუმენტები, რომელიც დასახელდა სრულიად აბსურდულია ჩვენთვის. აქედან გამომდინარე, გაქვთ რამე ვერსია ლელოსთან დაკავშირებით, ან თქვენთან დაკავშირებით, თქვენ რატომ ვერ მოხვდით? არანაირი ვერსია არ გვაქვს, არ ვიცი. თუ დაპირისპირება უნდათ სხვა პოლიტიკურ ძალებთან, იმაზე მეტ დაპირისპირებას ვიდრე ასე ვთქვათ, დადგა თქვენი ამ ბოლო გადაწყვეტილებით პარლამენტში შესულიყავით, ქართული ოცნება ამ სარჩელით ნამდვილად ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ ძალიან მაღალ ხარისხში არის ეს დაპირისპირება თქვენი ამ გადაწყვეტილების გამო. რა თქმა უნდა, დაპირისპირება იქნება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ჩვენ გავემიჯნეთ ძალიან ბევრჯერ, თუნდაც მშვიდობიან დამხობას, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ ბოიკოტს და ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს იყო შეცდომა. შესაბამისად, დაპირისპირება ამ ნაწილში არის, იმიტომ რომ ჩვენ მიჩვეულები ვართ პრაგმატული პოლიტიკის კეთებას და იმის გამო რომ რომელიღაცა პოლიტიკური ძალები ჩვენ გაგვაკრიტიკებენ, ჩვენ არ შევუშინდებით აი ამ სიმართლის თქმას და ჩვენ ყოველთვის ვეტყვით ჩვენ სამომრჩევლო სიმართლეს, აქედან გამომდინარე ახლაც და მანამდეც ჩვენ ვამბობდით ამ სიმართლეს, შესაბამისად ეს ჩვენთვის დისკომფორტული არ არის. ხო, თუმცა აი შარაშიძეს კიდევ ერთი ვერსია ქონდა და საინტერესოა, რას ეფუძნება ეს ვერსია. დრო აჩვენებს პარტიების აკრძალვა მორიგი ფეიქ კამპანია ხომ არ არის ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომ ოცნებას ნაციონალურ მოძრაობა აწყობს როგორც შიშის ფაქტორი და მას პოლიტიკური ველიდან არასდროს გააკრავს. ანუ ამის მოლოდინიც გააქვთ, რომ შესაძლებელია რეალურად საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიღოს წარმოებაში, მაგრამ საბოლოო ვერდიქტი პარტიების სამართლებრივი გაუქმების შესახებ დღის წესრიგში არ დადგეს და ამ პერიოდში ვიდრე სარჩელი იქნება წარმოებაში და ვიდრე მთელი ეს პროცესი ასე ვთქვათ იქნება აქტუალური, რა შედეგს მიიღებს ქართული ოცნება? რა თქმა უნდა, ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ 13 წელია ოცნება მუდმივად ცდილობს თქვას, რომ ასრულებს ნაციონალურ მოძრაობას, შესაბამისად ახორციელა
ხელებს რაღაც ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ბოლომდე არ მიჰყავს ამ მიმართულებით საკუთარი მუშაობა. შესაბამისად, ჩვენ ნახეთ კომისიის შექმნა, რომელიც ნაცების დასრულებისთვის გაკეთდა და უცებ მერე სხვადასხვა მიზნები შეიძინა. ჩვენ ვნახეთ ასევე ის ძალიან კრიტიკული პოლემიკა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ვხედავთ, რომ საარჩევნოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი ოცნებისთვის ეს არის რადიკალიზაციის პროცესის ეს გამწვავება, რომელსაც ძალიან კარგად უწყობს ხელს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ქმედებაში ნაცები არიან ოცნების მაშველი რგოლი. როგორც მოხდა ახლაც, აი 4 ოქტომბერს მშვიდობიანი დამხობა იყო მნიშვნელოვანი გამსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანები არჩევნებზე არ წავიდნენ და მშვიდობიანი ფორმით ცვლილება არ დაიწყო თვითმმართველობის რიგებიდან, შესაბამისად ახლაც შეგვიძლია ვფიქროთ, რომ ეს იქნება ტყუილი ფეიქ კამპანია. ანუ ამის მოლოდინიც გააქვთ, რომ შესაძლებელია ეს იყოს რაღაცა მხოლოდ პროპაგანდისტული მიზნებისთვის წამოწყებული, ასე ვთქვათ, გასამართლების, პარტიების გასამართლების პროცესი. თუმცა ნაციონალურ მოძრაობა ამბობს, რომ შესაძლებელია ეს კარგიც იყოს რაღაცა პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის და ეს ოპოზიციამ, რომელიც ბოიკოტში დარჩა, უნდა გამოიყენოს და რეალურ ერთიანობაზე საუბრობენ. ანუ თუ პროცესები სწორედ ასე განვითარდა და ოპოზიციამ შეძლო გარკვეული ერთიანობის შექმნა, ფიქრობთ, რომ ამ მხრივ თქვენ როგორც ოპოზიციური პარტია ამ მომრჩევლის თვალში შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაზარალდეთ? ან თქვენი ადგილი სად იქნება, თქვა ამას ვამბობ. სწორედ 2025 წლის არჩევნებმა დაადასტურა ის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოთხოვნა და მოლოდინი ცვლილებებზე. თუმცა ეს ცვლილებები საზოგადოების მხრიდან მოთხოვნილი არის მხოლოდ და მხოლოდ იყოს მშვიდობიანი. ჩვენს ხალხს სჭირდება ქვეყანაში სიმშვიდის დაბრუნება. მხოლოდ ესე შევძლებთ ჩვენ, რომ ევროპული მომავალიც დავებრუნოთ, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტად ამ რადიკალიზაციის პროცესის მომატება, კიდევ უფრო მეტად ტემპერატურის აწევა ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ აძლიერებს ოცნების რეჟიმს, მის წისქვილზე ასხავს წყალს და აქედან გამომდინარე, აი ამ ტყუილი ერთობებით, ამაზე უკვე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ ჩვენ, რომ ეს არის უბრალოდ ტყუილი ერთობები, ტყუილი მოლოდინების შექმნა, რომელსაც მოსდევს შემდეგ უკვე ჩვენი მოსახლეობის ნიჰილიზმში ჩავარდნა, რაც მოხდა 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ მოსახლეობა ჩავარდა ნიჰილიზმში, კიდევ უფრო მეტ ნიჰილიზმში, რომელიც არის დამღუპველი, რა თქმა უნდა, და კიდევ ერთხელ განმეორდები ეს ყველაფერი აძლიერებს ოცნების რეჟიმს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ნაცები არიან ზუსტად მაშველი რგოლი. თქვენ თავად დასვით ეს შეკითხვა, რომ თქვენთვისაც კი გაუგებარია, რატომ მოხდა გასაუქმებელთა სიაში თქვენი პოლიტიკური პარტნიორი, შეგვიძლია საარჩევნო პარტნიორი ლელო. აი თქვენი, ასე ვთქვათ, არსებული პოზიციები, ანუ თქვენი გადაწყვეტილება პარლამენტში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით და აი ეს სამართლებრივი პროცესი, რომელშიც შესაძლებელია აღმოჩნდეს ლელო. თქვენ სამომავლო პარტნიორობას შეუშლის ხელს, იმიტომ რომ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა, რომ შესაძლებელი იყო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სხვადასხვა ფორმით თქვენ შორის ეს პარტნიორული ურთიერთობა კიდევ გაგრძელებული იყო. აი როგორ წარმოგიდგენიათ ასეთ ვითარებაში? ეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი ურთიერთთანამშრომლობა იყო მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ არჩევნების კონტექსტში თანამშრომლობას. ჩვენ კონკურენციაში არ შევედით ერთმანეთთან და კანდიდატები, სადაც ჩვენ დავაყენეთ, მათ არ დააყენეს. ამის გარდა იყო ძალიან ბევრი განსხვავებები, რომელიც ჩვენს გუნდებს შორის არის, როგორც ფასეულობებში, ღირებულებებში და სხვადასხვა გადაწყვეტილებებში და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ. ხო, მესმის, მაგრამ მე თუ მკითხავთ და გარეშე თვალი ამას შენიშნავდა, ყველაზე ლოიალური ამ შემთხვევაში, ნაკლებად, ასე ვთქვათ, მწვავე კრიტიკით გამორჩეული თქვენი გადაწყვეტილების შეფასებისას, ნამდვილად ლელო არის სხვა ოპოზიციური პარტიებს შორის, ანუ როდესაც მათ ვთხოვთ შეაფასონ თქვენი გადაწყვეტილება, შეგეწყვეტათ ბოიკოტ და შესულიყავით პარლამენტში, მაშინ როდესაც ლელოს საერთოდ ჩახსნილი აქვს საპარლამენტო
პარტიო და პარტიული სიები, ხომ? ისინი ამბობენ, რომ ეს არის თქვენი გადაწყვეტილება და ამის იქით ფაქტობრივად არ მიდიან. სწორედ ეს აჩენდა ეჭვებს, რომ შესაძლებელია თქვენ შორის მოლაპარაკებები გარკვეული ტიპის თანამშრომლობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ძალაშია. მას რით შეიძლება აიხსნას სხვებისგან განსხვავებით ასეთი თავშეკავებული, ასე ვთქვათ, შეფასებები მათი მხრიდან. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ჩვენ ბევრჯერ ვთქვით ამასთან დაკავშირებით და კიდევ განმეორდებით, რომ ჩვენ მივესალმეთ იმას, რომ ლელომ აირჩია 2025 წლის არჩევნებზე მონაწილეობა და მშვიდობიანი ფორმით აი ამ ცვლილებების კონტექსტში შემოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივ არჩევნებს რა საერთო აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში? არა, 2024 წლის არჩევნებზე არ არის აქ საუბარი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულად კოალიცია ძლიერი საქართველო, ლელო ძლიერი საქართველო ირჩევს მშვიდობიანი ფორმით ცვლილების გზას. მან აირჩია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამას მივესალმეთ, ამიტომ გადავწყვეტეთ მათთან შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის გაფორმება და ეს იყო მართლაც პრეცედენტი იმისა, თუ როგორ შეუძლია ორ პოლიტიკურ ძალას პრაგმატულად მიიყვანოს ეს პროცესი ბოლომდე. ერთმანეთის კონკურენციაში არ შესვლით, ჩაატაროს პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამითი არის განპირობებული, რა თქმა უნდა, ის რომ სამწუხაროა ახლა ჩვენთვის და გაურკვეველია, რატომ მოხდა ეს კოალიცია ამ სარჩელში. კი ბატონო, თუმცა არც ვერსია არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ხო? რატომ შეიძლებოდა შეიყვანა ქართულ ოცნებას სწორედ ლელო ძლიერი საქართველო. ვერსია არ გვაქვს, რა თქმა უნდა, ჯობია რომ ეს შეკითხვები ოცნებასთან იყოს უფრო წვავედ დასმული, იმიტომ რომ ის არგუმენტები, რომელიც გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ბატონი პაპუაშვილის. კი ბატონო, სწორედ იმის გამო ლელოსთან დაკავშირებით, რომ მათ გამოუცხადეს, ასე ვთქვათ, ბოიკოტი საქართველოს საკანონმდებლო არჩეულ ორგანოს, ანუ ის რის გამოც თქვენ არ შეგიყვანეს აი ამ სიაში, შეიყვანეს ლელო. ფაქტობრივად ასე გამოვიდა. გამოდის ასე, თუმცა იქ არის რიგი პარტიები, რომლებიც არ არის შეყვანილი და აქაც არის მნიშვნელოვანი მდგენელი დატოვებული მათი მხრიდან, რომ ამას სავარაუდოდ შემდეგ უკვე საარჩევნოდ ისინი თავის და სასარგებლოდ გამოიყენებენ. ხო, მინდოდა მეკითხა, ასე ვთქვათ, თქვენი აწუყე ყოფილი თანაგუნდელის, ხო, რუსტენ თევზაძის გადაწყვეტილებაზე, ის პოლიტსაბჭოს წევრი იყო, როგორც მახსოვს, ხო, და მან ეს გადაწყვეტილება დეპუტატის მანდატის დატოვების და პარტიიდან წასვლის სწორედ აი ამ თქვენი ბოიკოტის დარღვევის გადაწყვეტილების გამო მიიღო. თუმცა თქვა, რომ არ თვლის, რომ თქვენი პარლამენტში შესვლა არის ღალატი, მაგრამ თავად ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ლექტორია და შვილების თაობას, ანუ სტუდენტებს ვერ შეხედავდა თვალებში. რა ვიცი, თქვენც ხომ არ გქონდათ, როცა პარლამენტში შედიოდით, ასეთი გაურებული, ასე ვთქვათ, პოზიცია, გრძნობა, განცდა? მე ნამდვილად არ მქონია, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ შეცდომა იყო პარლამენტის ბოიკოტირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ ჩვენ საპარლამენტო მუშაობას დაუბრუნდით, რაც შეეხება ქალბატონ რუსუდანს. მე უდიდეს პატივს ვცემ მას, ეს არის მისი გადაწყვეტილება, მე ასევე პატივს ვცემ და ჩვენი გუნდი პატივს ვცემს, ჩვენი ყოფილი და ახლანდელი გუნდის წევრების ნებისმიერ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არასოდეს არ ვებრძოდით ჩვენს გუნდის შიგნით არსებულ განსხვავებულ აზრებს, პირიქით ეს ჩვენ გვაძლიერებს და მე მას წარმატებას ვუსურვებ. მადლობა, ტატა ხვედელიანს გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ახლა გიორგი კირთაძე, კოალიციას სრულებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი.